მოგესალმებით. ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ჩვენ ბუნებრივად ვაგრძელებთ საუბარს საერთაშორისო მოვლენებზე, რადგან დღეს იქ წყდება ფაქტობრივად ჩვენი ბედით და მათ შორის უკრაინის ბედით. იცით რომ გუშინ ემანუელ მაკრონმა საკმაოდ საინტერესო განცხადებებით გააკეთა, რამდენიმე საგიკითხავთ, ვინმე ჯერდრეს რომ აშშ ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ ასე არ იქნება, ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში, ის ამბობს, უნდა გადაწყდეს ევროპაში. ემანუელ მაკრონი აღარ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის ნდობა. ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება. გადავწყვიტე გავხსნა დებატები ჩვენი ბირთვული შემოკავებლით მოკავშირეების დაცვის თაობაზე. თქვა მან და ასევე თქვა, მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად. ამ საშიში სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნებაო. არ ვიცი რამდენად გახდება ამ პროცესის ლიდერი საფრანგეთი, თუმცა ჩვენ ხედავთ ევროპის გამოფხიზლებას. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ევროპაში ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი, რომელსაც ვლადიმერ ზელენსკიც ესწრება, სხვა შორის ამ სამიტს ესწრება ინტერპრეს ნიუსის კორესპონდენტიც ბეკა ბერიაშვილი, რომელიც ახლა სწორედ ბრიუსელიდან ჩაგვერთვება. ბეკას მივესალმები, გამარჯობა ბეკა, მადლობა რომ გვერთვები და იქნებ გითხრა სამიტის დაწყებამდე რა განცხადებები გაკეთა და რა მოლოდინია ამ სამიტისგან ზოგადად. მოგესალმებით, დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილად ისტორიული სამიტი ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან კავშირის ინსტიტუტის წარმომადგენლები, ასევე პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები სხვადასხვა ქვეყნის და თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ ეს მომენტი არის ევროპის ისტორიაში და ევროპულმა ქვეყნებმა უნდა მოახერხონ გადარჩენა, ადაპტირება და ახალ სიახლეებთან გამკლავება. ისინი აღნიშნავენ, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ არ უნდა იყოს ევროკავშირი დამოუკიდებელი არც მოსკოვზე, არც ვაშინგტონზე და განსაკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა აწარმოოს. საკუთრებით აღნიშნავი იყო ემანუელ მაკრონის წინდელი განცხადებები. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა, საკუთარი თავდაცვის ძალები და ასე შემდეგ. მისი თქმით, რუსეთი კიდევ უფრო აპირებს გაძლიერებას და უახლოეს წლებში ეგმავს, რომ 300,000 ჯარისკაცი მეტი ყავდეს, ამიტომაც ის არ გაჩერდება უკრაინაში და გადაწყვეტს სხვა მეზობელ ქვეყნებთან ყავდეს თმას, ამიტომაც ევროკავშირი უნდა იყოს მსგავსი გამოწვევებისთვის და უნდა მოხდეს ევროპის გადაიარაღება. ეს ფაქტია, რომელსაც ხშირად განიხილავენ უკვე რამდენიმე კვირა არის ბრიუსელში. ასევე მისი თქმით, უკრაინას სჭირდება უფრო მეტი დახმარება, უნდა გაძლიეროს ევროკავშირმა მათ მხარდაჭერა და ასევე ემანუელ მაკრონმა ისაუბრა ფირფულ გადაიარაღებასთან. მისი თქმით, საფრანგეთმა უნდა უზრუნველყოს და ფართოდ დაუდგეს ევროპის ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვს ფირფული იარაღი და მოხდეს ევროპის კონტინენტის უფრო გაძლიერება და მომავალი თავდასხმებისგან მომზადება, რომელიც შეიძლება რუსეთთან მიმდინარეობს. ეს დილით ასევე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ბრიუსელში, თქვათ აქ იყო მაგალითად ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ისტორიის სამის ესწრება ბრიუსელში, მან მადლობა გადაუხადა ევროპის ქვეყნებს მხარდამჭერებისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა და უკრაინისთვის აუცილებელია ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერა და თითოეული ქვეყნის მხარდაჭერა, რადგან იმ დროს, როდესაც არ არის გარკვეული გაგრძელებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების უკრაინის დახმარებას, გადამწყვეტი არის ევროპის მხარდაჭერა და გვერდჩქნა მათ. ასევე ძალიან საინტერესო განცხადება ჰქონდა მაგალითად ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, თვითონ გაიმეორა, რომ ევროპა სჭირდება გადაიარაღება, ის არ უნდა იყოს დამოუკიდებელი აშშ-ის დახმარებაზე, არც ნატოზე და ევროპაში უნდა ჰქონდეს საკუთარი ძალები, რომლითაც მოახერხებს ის საკუთარი თავის დაცვას და უახლოეს წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტირება უნდა განხორციელდეს მიმართულებით. ასევე კაია კალას ჰქონდა საკმაოდ საინტერესო განცხადება, რომელმაც ისაუბრა, რომ ევროკავშირს სჭირდება გარკვეული გარდაქმნები, რადგან არ უნდა ახერხებდეს რომელიმე ერთი ქვეყნა ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც აბლოკოს მთლიანი ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მას მხედველობაში ჰქონდა უნგრეთი და ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს მექანიზმი, რომელიც მას დაეხმარება გვერდი აუაროს, როდესაც მაგალითად ერთ-ერთიან რამოდენიმე ქვეყანა წინააღმდეგი ევროკავშირის საერთო სულისკვეთებით და ამ დროს ევროკავშირი უნდა იყოს უფრო მოქნილი და ახერხებდეს მარტივად გადაწყვეტილების მიღებას. ეს იყო მთავარი თემები. ასევე დონალდ ტუსკი ჰქონდა საკმაოდ საინტერესო განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპამ უნდა იყოს მეტი პასუხისმგებლობა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, არ იყოს დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე დღის განცხადება, რომელსაც ვისმენთ ბრიუსელში და ევროკავშირის დედაქალაქებში,
მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი აპირებს ნაკლებად დამოკიდებული იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს, რაც მოიცავს მაგალითად გადაიარაღებას, მეტ სამხედრო მრეწველობას, მეტ იარაღის წარმოებას, უკრაინის დახმარებას და რაც შეიძლება ნაკლებ დამოკიდებულებას ვაშინგტონზე, რომელსაც მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში არაპროგნოზირებადია და მოკლედ არ უნდა იყვნენ მასზე ამდენად დამოკიდებულები. გასაგებია, მადლობა დიდი ბექა ბერიაშვილი გვერდთვებოდა ინტერპრეს ნიუსის სპეციალური კორესპონდენტი ბრიუსელში. ის აგრძელებს დასწრებას ამ სამის დასრულების შემდეგაც მოგვაწვდის საინტერესო ინფორმაციებს და შეგიძლიათ ინტერპრეს ნიუსზე გაიცნოთ მათ. მე კი გეტყვით, რომ ემანუელ მაკრონის გამოხმაურ განცხადებებს საინტერესო გამოხმაურებები მოყვა რუსეთში. მაგალითად, მარია ზახაროვამ თქვა, ყოველდღიურად აკეთებს განცხადებებს, რომლებიც სრულიად მოწყვეტილია რეალობისგან. მეზღაპრიაო განაცხადა ზახაროვამ. ასევე გამოიხმაურა სერგეი ლავროვი, რომელმაც თქვა ასეთი რამ, ეხლა წავიკითხა, ემანუელ მაკრონის ბირთვული რიტორიკა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენსო. სერგეი ლავროვი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმარა, რომელიც თანახმადაც იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია დაიწყოს. რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის საფრთხეა. თუ ის საფრთხეთ მიგვიჩნევს, თუ ის ევროპის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის მეთაურების შეხვედრას იწვევს და ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებელია, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება, ეს რა თქმა უნდა საფრთხეა, თქვა ლავროვმა. ამასთან ლავროვის თქმით, უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგება ნატოს ჯარების განლაგებას ნიშნავს. ჩვენ ევროპული ჯარების განლაგებას განვიხილავთ ისე, როგორც უკრაინაში ნატოს პოტენციურ მონაწილეობას. ეს რუსეთის ფედერაციისთვის წინააღმდეგ ომში ნატოს ქვეყნების პირდაპირ ჩართვას ნიშნავს. ამის დაშვება არ შეიძლებაო, განაცხადა ლავროვმა, ანუ ისინი სამშვიდობოების ყოფნასაც ეწინააღმდეგებიან, როგორც ხედავთ უკრაინაში. მოკლედ, ჩვენ ვისაუბრებთ ამ და სხვა თემებზე, მათ შორის ამერიკის შეცვლილ გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე. ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი არის ჩვენი სტუმარი და ასევე გიორგი სირბილაძე, ევროპული ქართული ინსტიტუტის მკვლევარი. მოგესალმებით, ბატონებო. გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ ამ ევროპაში მდინარე ცვლილებებით. ხო, ერთი ეს რომ ევროპა ღია დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ მათ ჭირდებათ თავიანთ შეერაღება. დონალდ ტუსკმა თქვა, ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და შეერაღების რბოლაში რუსეთი დაამარცხოსო, განაცხადა. მან ისევე როგორც საბჭოთა კავშირი დაამარცხას თავის დროზე ამ შეერაღების რბოლაში დასწრება. რამდენად რეალური გონიათ ეს? მოდით აქედან დავიწყოთ, ნიკა თქვენგან დავიწყოთ. კი ბატონო, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. თქვენ ისევ აღნიშნავ, რომ მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირის ფარგლებში გეგმა, რომელიც უკავშირდება, ასე ვთქვათ, თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებას, ალბათ არის რეალური, გამომდინარე ევროკავშირის ეკონომიკური პოტენციალიდან, იმიტომ რომ რაც შეეხება ევროკავშირის, ანუ 27 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას, ის შეადგენს დაახლოებით 20 ტრილიონ ამერიკულ დოლარს, შედარებით ნაკლებია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, თუმცა, ამავე დროს, რა თქმა უნდა, ევროკავშირი ფაქტიურად არის მოდი ასე ვთქვათ, ერთადერთი წარმატებული, რა თქმა უნდა, თავისი რაღაც სუსტი მხარეებით, მაგრამ ერთადერთი წარმატებული საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც არსებობენ, თქვათ, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, თქვათ, ევროპული საბჭოს სახით თუ ევროპარლამენტის სახით, რომელიც ერთადერთი ასე ვთქვათ, არჩევითი სტრუქტურა გახლავთ, საერთაშორისო სტრუქტურა, მსოფლიოში 19 წლიდან პროპორციული წესით ხდება ევროპარლამენტართა არჩევნები და ასე შემდეგ და შემდეგ თქვენ ასევე აღნიშნავ იმას, რომ თქვათ ევროპის ფარგლებში სხვათა შორის ინიციატივები, თქვათ, თუნდაც ერთიანი ევროპული არმიის შექმნის შესახებ არსებობდა ჯერ კიდევ 50-იან წლებიდან. ეხლა ძალიან ისტორიაში ვარ გადავარდეთ, ძალიან ეხლა სწრაფად მოგახსენებთ, ძალიან მოკლედ ვეცდები. იქ 50 წელს იქ იყო 1950 წელს პლევენის გეგმა, ნატოს შექმნის მეორე წელს პლევენის საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გეგმა, რომ შექმნილიყო ერთიანი ევროპული არმია, 54 წელს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეამ არ გაუკეთა რატიფიცირება ამ ხელშეკრულებას, მაგრამ შექმნა დასავლეთ ევროპის კავშირი, მაგრამ ამერიკული ფაქტორის გამო, როდესაც ამერიკას ცივი ომის პერიოდში 300,000-მდე სამხედრო მოსამსახურე ყავდა დისლოცირებული ევროპაში, მარტო დასავლეთ გერმანიაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 200-მდე, ესე იგი, ამერიკული სამხედრო ბაზა თუ ობიექტი ფუნქციონირებდა. თითქოს თქვათ, ამის საჭიროება არ იყო, მაინც რომ შექმნილიყო თქვათ ძლიერი, თქვათ, ევროპული, ესე იგი, უსაფრთხოების ინსტიტუტი, მაგრამ მასტრიხის სამიტის
სამიტის შემდეგ, 12 წლის შემდეგ ეს საკითხი დადგა, იქ იყო ნიცის სამიტი, ამსტერდამის სამიტი, შემდგომში ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტში საუბარი იყო თავდაცვის მინისტრის პოსტის დამტკიცების თავობაზე, ეს კონსტიტუცია არ დამტკიცდა, მაგრამ დღეს ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად მოგეხსენებათ, არსებობს უმაღლეს კომისიის თანამდებობა, რომელიც მასუხებელი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე და მაგრამ თითქოს იმ დროს კი, ეს გასაგებია ძველი ამბავი, მაგრამ დღეს საერთოდ სხვა ვითარებაა. აი, ზუსტად მამის სხვა ვითარება შეიქმნა და აქ საუბარი არის იმაზე, რომ რამდენად შესწევს ძალა ევროკავშირის შეერაღება, ეს იქნება ბირთვული კობინები, ახლა ბირთვული კობინების რაოდენობაში ძალიან ჩამორჩება რუსეთს. ძალიან ჩამორჩება, იმიტომ რომ რუსეთს და ამერიკას ერთობლივად აქვს სოფლიოში არსებული ბირთვული არსენალის სადღაც 90%. თქვენად ბირთვულ მოუწია ლაპარაკი კობინების ჩაბმის, სადაც 6000 ერთეულამდე აქვს თითოეულ მხარეს და საფრანგეთს გაცილებით ნაკლები აქვს, სადაც 500-მდე ბირთვული მუხტი კობინების რაოდენობა კიდე შედარებით ნაკლები, თუმცა საფრანგეთი მაინც ახლა თავის დროზე სანამ ეს მორატორიუმი 1916 წელს გამოცხადებოდა მორატორიუმი ამ ბირთვულ აფეთქებებზე, საფრანგეთი აქტიურად ახორციელებდა ბირთვულ აფეთქებებს, სხვადასხვა საფრანგეთის ტერიტორიის ფარგლებს გვარით გვიანაში, სამხრეთ ამერიკაში საფრანგეთის ტერიტორია თითქება და იქ ხდებოდა აფეთქებები, ბირთვული აფეთქებები, რა უფრო სწორედ, ხო? როგორ ხო, ესე იგი და მინდა თქვა, რომ ყოველში რატო ეკონომიკური პოტენციალი ევროკავშირის რატო განვიხილება, შესაბამისად კონკრეტული თანხები შეიძლება გამოიყოს, რომ უკვე ამ შემთხვევაში რეალურად თუნდაც იგივე რაც შეეხება ბირთვული ძალების შექმნას, რამდენად რეალურია ხა ეს თქვათ მაკრონის განცხადება, რომ რაღაც ქოლგას გავაკეთებთ, რამდენად საკმარისი ან დონალდ ტუსკის განცხადება, რომ ვაჯობებთ შეიძლება ძალიან დიდი ჩამორჩენა ხო არ არის, ხო შეერაღების. ჩემი აზრით ყველაფერი შესაძლებელი, თუმცა დროის საკითხი არის, ფაქტია, რომ გავყოლოთ თუნდაც ცივი ომის შემდგომ შექმნილი რეალობა, როდესაც თქვათ ამერიკამაც გაიყვანა თავის საჯარის კონტინგენტის დიდი ნაწილი ევროპიდან 300,000-დან 80,000-მდე შეამცირა, ხო? მაგრამ შემდგომში უკვე დადგა დღის წესრიგში, თქვა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ევროპის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი, თუმცა მაინც ევროპა კიდევ უფრო მაინც იყო იმედოვნებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გარკვეულწილად დააბალანსებდა რუსეთს, იმიტომ რომ ამერიკა ყოველწლიურად $850 მილიარდ გამოყოფს თავდაცვას. თუმცა ეხლა ტრამპის ასე ვთქვათ გეგმის მიხედვით იგეგმება ყოველწლიურად სადღაც 8%-იანი შემცირება, ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტის და პლუს ვიცით რომ ასე ვთქვათ აი ეს დამოკიდებულება, რა ვიცი ახლა ვერ დეტალს აღარ ჩამოვთვლი, ხო ცნობილია, რომელიც გააჩნია ოფიციალურ ვაშინგტონს, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, რაც სამწუხარო აქედან გამომდინარე აღნიშნული აიძულებს ევროკავშირს თუ მანამდე რაღაც ეტაპობრივად ქნიდა რაღაც თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებს ევროკავშირი, მაგრამ დღევანდელი ვითარება აიძულებს ევროკავშირს, რომელიც უკვე ცალკე პოლუსად ყალიბდება, იმიტომ მე მანამდე საუბრობდი იმაზე, რომ სამპოლუსიანი სამყარო იყო, ერთი იყო დემოკრატიული დასავლეთი, მერე იყო თქვა აი ბრიქსის წევრი ქვეყნები, ანუ ანტიდასავლური ასე თქვა ალიანსი და მიუხედავად მოძრაობის წევრი ქვეყნები. სამპოლუსიანი რაღაც ტრიპოლალური სამყარო არსებობდა. დღეს მე ესე მგონია, რომ ცალკე პოლუსებად შეგვიძლია განვიხილოთ ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები, მეორეს მხრივ ევროკავშირი, რომელიც და სამწუხაროა, რა თქმა უნდა, დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროში ახლა ესეთ გახლეჩა ხდება ტრამპის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო. იმედია, რომ თვითონ ამერიკელი ხალხი მოთხოვს პასუხს ტრამპს და მაგრამ ეს სხვა საკითხია, მაგრამ ევროკავშირი ყველა ვარიანტი უნდა გაძლიერდეს. კი ბატონო გიორგი სიბილაძე, ევროპულ ქართულ ინსტიტუტის მკვლევარი. თქვენი პოზიცია როგორი არის ამ თემასთან დაკავშირებით? გასაგებია, რომ სურვილი კარგია ევროპის მხრიდან, რომ ხა აიღონ როგორც იქნება პასუხისმგებლობა საკუთარ დაცვაზე და არ იყვნენ ამერიკაზე დამოკიდებული. ხო, ეს ცნობილი გამოთქმა დამკვიდრდა, მე ტუსკმაც გაიმეორა, რომ 500,000 ევროპელიო, 500 მილიონი ევროპელი, 300 მილიონი ამერიკელს თხოვს 140 მილიონი რუსისგან დაცვასო, რომელიც ვერ ამარცხებს 40 მილიონ უკრაინელსო. მაგრამ აი კი გასაგებია რაოდენობა ადამიანების, მაგრამ შეერაღება მხრივ ძალიან მოშვებული იყვნენ ბოლოს, ხო? საერთოდ ეს GDP-ში დასცინოდა წინა დღეს, რომ ის ქვეყნები აპირებენ უკრაინაში სამშვიდობოების განთავსებას, ვისაც 40 წელია არსად არ უომიათო. მე ბრიტანეთი კი გაბრაზდა, რა თქვა, არ გვიომია თქვენს გვერდით ვართ ყველგან ავღანეთში და ერაყში, მაგრამ მე მან თქვა ბრიტანეთს არ გულისხმობდი, მაგრამ სხვას გულისხმობდი. მოკლედ რას ფიქრობ, რამდენად რეალურია ეს? პირველში მოგწევისთვის, ასევე ან მაინც მინდა აღვნიშნო, რომ სოლიდარობა სისპატიანებს და ასევე სოლიდარობა ხავს ვის რუსთაველზე საქართველოს თავისუფლებისთვის უკვე 100 დღეა დგას. რაც შეეხება ახლა იმ საკითხს, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ევროპის კონტინენტი, როგორც თქვენ ახსენეთ, უდიდესი არის თავისი ეკონომიკით, თავისი პოტენციალით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ
გერმანია მაგალითად აწარმოებს ერთ-ერთ საუკეთესო ტანკებს სოფლიოში, არ უნდა გვეწოს როგორც ეგან აღნიშნეთ, საფრანგეთს აქვს თავისი ბირთვული არსენალი, ასევე დიდი ბრიტანეთი, როგორც ეხლა ჩანს, არის უფრო ევროპის ნაწილად მოიაზრებს თავს და მის ევროკავშირთან გასვლა აქ არაფერ შუაში არ არის, ის საერთო ევროპული უსაფრთხოებაზე ზრუნავს. კიდევ შეიძლება აღინიშნოს პოლონეთის ბოლოდროინდელი დახარჯული თანხების შეიარაღებაში, ისინი GDP-ს დაახლოებით 4-5%-ს ხარჯავდნენ ყოველწლიურად შეიარაღებაში და ეს კარგი მაგალითია სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც როგორც აღნიშნეთ, მოშვებულები იყვნენ 90-იანი წლებიდან დღემდე, იმიტომ რომ ამერიკაზე ჰქონდათ მთელი გათვლა თავის უსაფრთხოების. თუ პოლონეთს შეუძლია დახარჯოს თავისი მთლიანში და როგორც 4-5% თავის შეიარაღებულ ძალებზე, მაშინ ჩვენ დარწმუნებული შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიასაც, საფრანგეთსაც, გერმანიასაც იგივეს გაკეთება შეუძლია. და არ იქნება ეს ისეთი დიდი ტვირთი მათ ეკონომიკაზე. გამოთქვამს უს ხა იტალია, ვთქვათ, ესპანეთი, გასაოცარ სამხრეთის ქვეყნები რაღაც თითქოს დიდად რუსეთის შეიგზობენ ტრად რუსეთს. კი, მაგრამ ესპანეთის დახმარება იგივე ვნახოთ უკრაინის მიმართ, თითქმის ის არსენალი, რის გადაცემაც შეეძლოთ უკრაინისთვის, ესპანეთმა ლაპარაკის გარეშე გადასცა, ხო, ეს იყო ტანკები იგივე, გერმანული წარმოების ლეოპარდები და ასევე სხვა შეერაღება. შესაბამისად, ანუ ევროპის კართან არის მიმდგარი, უკვე ევროპაში არის ომი, ეს არ არის, უკრაინა არ არის რაღაც ადგილი, სადაც რაღაც თავდება, რაღაც ეს არის შუა ევროპა. ეს არის ევროპის კონტინენტი, საიდანაც უკვე ჩვენ ვნახეთ, ხო, რუმინეთს დაემუქრა, რუმინეთის პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი, რომელთაც მათ მეზენიტეებს შეუძლიათ ჰაერში მომფრინავი რუსული ობიექტების ჩამოგდება, ასევე პოლონეთში მოხდა რამოდენიმე რაკეტა ომის დროს. ანუ ევროპაში ხდება უკვე ისეთი რაღაცეები, რაც ნამდვილად თლიანად ცვლის სურათს. და ევროპელი ლიდერები, მათ შორის მაკრონს ამის გამო მადლობა უნდა გადავხადოთ, რომ გამოაღვიძოს ეს პოტენციალი, ეს ზალა ევროპაში, რაც შიგნით არის. თან ასევე რაც აღნიშნეთ, ტრამპის დამოკიდებულება და ამერიკის შეერთებული შტატების იზოლაციონიზმი. თუ რეალობა ასეთი არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ აპირებენ ევროპის ქვეყნების დაცვას, სხვა აღარაფერი აღარ დარჩენილა, უბრალოდ ვარიანტი აღარ აქვს, რომ სხვა რამე გააკეთოს. ხო? ძალიან ბანალური გამოთქვა, თუ შენ არ შენახავ შენ ჯარს და არ აჭვენ შენ ჯარს, შენ უნდა სხვისი ჯარის შენახვა. ძალიან ბუნებრივია. და პირველი ჩვენ ხედავთ აღმოსავლეთ ევროპაში არც ისე ძლიერი სახელმწიფოები, ხო? ბალტიის ქვეყნები, პირველი ისინი არიან საფრთხეში. ასევე ფინეთის საზღვართან შეიქმნა ახალი რუსული დანაყოფი, რომელიც შემდეგ წლებში უნდა გაძლიერდეს და რამდენიმე 10,000 ადამიანს უნდა მოიცავდეს მის სამხედრო ძალა. და ფინეთიც აღმოსავლეთ ფლანგია ევროპის, ხო? ანუ თუ ევროპელები არ იძრუნებენ, რომელიც ახალგან გახდა ნატოს წევრი, კი. და თუ ევროპელები ამაზე არ იძრუნებენ, ანუ ის რეალობა, რაც ძალიან არ უნდა თუმად დადგეს, ის დადგება. შესაბამისად, ვარიანტის გარეშე არიან პრაქტიკულად დარჩენილები. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს პოტენციალის ესე ვთქვათ, ბოლომდე გამოყენებას წლები დაჭირდება, ხო? 3-4 წელი მაინც დაჭირდება ის, რომ გაიზარდოს სამხედრო ბიუჯეტები, დაიგეგმოს ხება. ჩვენ ნახეთ, რომ მაგალითად გერმანიაში უკვე ახალი ხელისუფლება მოდის, 500 მილიარდიანი გეგმა წარადგინეს გერმანიის შარის გადაიარაღების და შეიარაღების თლიანად, ხო? თუ ყველა ქვეყანა მათი უმრავლესობა მაინც ესე დათქმა გავაკეთოთ, ხო? მაგალითად ვერ მოთხოვთ იგივეს ძალიან პატარა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის შიგნით არიან. თუ ძირითადი ქვეყნები მოწინავე 10-15 ქვეყანა გააკეთებს იმას, რამდენი წელი დაჭირდება. ამას რუსეთს გარკვეული წლები დაჭირდება. სერიოზულად დააბალანსონ. უკრაინის ომმა ბევრი სამხედრო წარმოება განაახლა. იგივე ბულგარეთში, იგივე რუმინეთში, გერმანიაში რაინმეტალი იხსნება ახლა უკრაინაში, თუ არ გაიხსნა უკვე. იმიტომ რომ ინფორმაცია ამაზე არ არის, სავარაუდოდ გახსნილი არის. და მუშაობს ის ქარხანა იქ უკრაინაში. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის ომი იყო რაღაცნაირად წინამორბედი იმისა, რაც ახლა არის, და მე ვფიქრობ, რომ შესწევს ევროპას ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაინმეტალი, საფრანგეთის სამხედრო წარმოება, ანუ ეს არ არის ესეთი კომპანიები, რომელსაც არ შეუძლიათ რაიმის გაკეთება. არის, როგორც თქვენ თქვით, არის თავარი კითხვა, რამდენ ხანში მოხდება ეს. მე ვფიქრობ, რაც უფრო მალე შეთანხმებიან ევროპელი ლიდერები და რაც უფრო მალე გააკეთებენ ამ ყველაფერს, მათთვის იქნება პირველ რიგში უკეთესი. დანის პრემიერ-მინისტრმა თქვა, არ ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გვაქვს, ასე რომ ევროპას გადაერაღება გჭირდებაო, საკმაოდ კარგი განცხადება გააკეთა ასევე გიტენანას ნაუსედამ, უკრაინას საკუთარი სისხლის საფასურად ყოველდღე ყიდულობს ჩვენთვის ძვირფას დროს. ძალიან უპასუხისმგებლობა იქნება ამ დროის გაფლანგვაო, თქვა მან.
მაგრამ საერთოდ სიტყვა საქმე ლაპარაკის ნაცვლად ეს არის თემა და იქ არის ევროკავშირში ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ემხრობიან, შეიძლება ითქვას, უღელესო ევროკავშირში არიან. და ამაზე თქვა კალასპარო რაღაც ფორმატზე ვფიქრობთ, რომ მათ ვერ შეძლო ვეტოს დადება. რა ფორმატი შეიძლება იყოს ასეთი რა და რამდენად შეიძლება იყოს მართლა პრობლემა უნგრეთი და სლოვაკეთი, ხო, სადაც ახლა პრორუსული ლიდერები არიან მოსულები ხელისუფლებაში. შესაძლებელია თქვა აღნიშნული სტრუქტურა შეიქმნას რაღაც ევროპული ნატო თავიდანვე სხვადასხვა სანამ ნატო შეიქმნებოდა ხო ბრიუსელის პაქტს მოეწერა ხელი ბრიტანეთს, საფრანგეთს, ბელგიას, ნიდერლანდებს და ლუქსემბურგს შორის და ანალოგიური სანამ თქვა ალიანსი გახდებოდა, ანუ ამერიკულ-ევროპული ალიანსი სანამ შეიქმნებოდა. ამიტომაც შესაძლებელია თქვა უნდა შექმნილ იქნეს თქვა ევროპული ქვეყნების ალიანსი, რომელიც უშუალოდ თავდაცვითი უსაფრთხოების ცალკე ალიანსი და არა ევროკავშირის კი, ან შესაძლებელია რაღაც ცვლილებები მოხდეს ახლა თუნდაც უკვე ლისაბონის ხელშეკრულებაში რომ თუმცა საუბარი არის იმაზე რომ ევროკავშირმა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება ისე რომ ამათ ვეტო ვერ ვეტო კი ვეტო არ და ხო შეუძლებელი მაშინ გართულდება ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღება და აქედან გამომდინარე შესაძლებელია თქვა რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნეს თქვა ან უმრავლესობის საფუძველზე ხმათა უმრავლესობის როგორც ეს ხდება თქვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემთხვევაში ხო ან თქვა შეიქმნას რეალურად იმ დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა სადაც თქვა კი ბატონო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება მაგრამ ბუნებრივია რომ თქვა იქ ფიცომ და ურბანმა თქვა ხო არ უნდა შეაფერხონ ესე იგი კონკრეტული გადაწყვეტილებები რომელიც ეხება ევროპის უსაფრთხოებას და მსოფლიო უსაფრთხოებას ხო როგორც ასეთი ამიტომაც შესაძლებელია ამ შემთხვევაში უნგრეთის ვეტოს გადალახვა სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის ჩვენც ვარ დაინტერესებული ახლა სანქციები ამოქმედეს ხო სრულყოფილი ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების წევრების და დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ სრულყოფილი სანქციებისთვის კი საჭირო არის კონსენსუსი როგორც ასეთი ხო მაგრამ ბუნებრივია ამ შემთხვევაში მე ესე მგონია რომ ევროპა გაცლებთ უფრო სწრაფად იმოქმედებს და ამიტომაც უფრო დაიხვეწება თქვათ ევროკავშირის თავდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულება როგორც ასეთი ხო ეტაპობრივად ვიცით ხო ეს თქვათ როგორ იცვლებოდა ევროკავშირი ჯერ იყო ეკონომიკური გაერთიანება მაგრამ შემდგომში თავდაცვითი და უსაფრთხოების და არა მარტო საკითხები დადგა დღის წესრიგი მაგრამ ეს ეხლა ეს პროცესი რა თქმა უნდა დაჩქარდება თუმცა ბუნებრივია უნდა ვიყოთ რეალისტები და აქ ვისაუბრეთ ბატონმა გიორგიმ საუბრა თქვა რომ დრო ჭირდება რა თქმა უნდა ის რომ შეიქმნას თქვათ ძლიერი თქვათ ევროპული არმია ან თითოეულ ევროკავშირის წევრ ქვეყანას ყავდეს თქვათ ძლიერი შეერეღებული ძალები როგორც ასეთი თუმცა მეორე მხრივ თქვათ აი თუნდაც ეკონომიკური პოტენციალი რომელიც გააჩნია ევროკავშირს და ასევე თქვათ მაღალი ტექნოლოგიები და მიზანსწრაფვა რა თქმა უნდა ალბათ განაპირობებს იმას რომ საერთო ჯამში თქვათ შეიქმნება ესეთი ძლიერი თავდაცვითი სტრუქტურები ევროკავშირის ან ევროპის შემადგენლობაში თქვათ შეიძლება ევროკამ ბრიტანეთის ხო დღეს კი ბატონო რომელიც იყო სხვათა შორის ყოველთვის ამერიკის სატელიტი ხო ახსენეთ აქ ომი ერაყში ომი ავღანეთში ჯერ კიდევ შარლ-დე-გოლმა თქვა სხვათა შორის თავის დროს რომ წინააღმდეგი იყო ბრიტანეთის მაშინ ევროგაერთიანება ერქვა ხო ევროპის თანამეგობრობა მიღების რომ ბრიტანეთი ყოველთვის იქნება უფრო ატლანტიკური ქვეყანა და ამერიკის ხარეს დაიჭეს. დიდი ხნის განმავლობაში ნამდვილად ამ მიმართულებით მიდიოდა ბრიტანეთი, მაგრამ დღეს ბრიტანეთი, რომლის მთლიანი შტაბ პროდუქტი აღემატება 2 ტრილიონ დოლარს, რა თქმა უნდა, ის უფრო კონტინენტური ევროპის მხარეს დადგება და დემოკრატიის და კანადაც კი აქეთ დადგა. კი ბატონო, კანადაც რა თქმა უნდა. ეკონომისტი წერდა წინა დღეს რომ ევროკავშირში ხომ არ მივიღოთო. ხო, ნუ ხედავთ ეხლა რა ხდება კანადასა და ამერიკას შორის. კანადას კი. ფაქტობრივად ტარიფების ომი აქვს გამოცხადებული. რა თქმა უნდა, კი, კი და ხო არ დამატოთ კიდე თუნდაც ავსტრალიაც გამოხატა ზატყოფდა სხვათა შორის. ავსტრალიაც კი რომელიც აქტიურად მონაწილეობდა თქვა ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში და სამშვიდობო კონტინგენტი ერაყშიც კი გააგზავნა, ხო და ამიტომაც დემოკრატიული საზოგადოება ამ შემთხვევაში შეიკრება, იგივე ეხება სამხრეთ კორეას და ნუ აქედან გამომდინარე ევროპის ხო თურქეთის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ესე მგონია რომ თურქეთი მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს და რუსეთს შორის სავაჭრო 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მაგრამ თურქეთმა ამას რამდენიმე დღის წინაც გაკეთა განცხადება, კიდევ ხაზზე გაესვა იმ ფაქტს, რომ თურქეთი ოფიციალურად ანკარა პატივისცემს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიალურ სტატუსს. თურქეთის ფაქტორი, რომ თურქეთი გამოყოლს მის 4%-ზე მეტს და ყველაზე დიდი ჯარი ყავს ამერიკის შემდეგ ნატოს წევრ ქვეყნებში 600,000 კაციანი კონტინგენტი ყავს თურქეთს და ფლოტი თურქეთის შავი ზღვის აკვატორიაში უფრო ძლიერი არის თავის პოტენციალით ვიდრე რუსეთის ფედერაციის ფლოტი, მით უმეტეს 30
გემი უკრაინამ გაუნადგურა. ხო, ამიტომაც მე ესე მგონია, რომ თუ შედგას კოალიცია და ბრიტანეთი, თურქეთი, ავსტრალია, კანადა, ანუ ეს ქვეყნები შეუერთდებიან, რა თქმა უნდა, ალბათ ძლიერი ალიანსი იქნება, ოღონდ დრო ჭირდება, რა თქმა უნდა, რომ გარკვეულწილად აი სამხედრო ყაიდაზე გარდაიქმნეს ეს კოალიცია. ჩვენ გვაქვს რეკლამის დრო და რეკლამის შემდეგ ამერიკის შეცვლილ პოლიტიკაზე ვისაუბროთ. ახლა ბოლო ინფორმაციით როიტერი წერს, რომ დონალდ ტრამპი 250,000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავსო. ახლა ყოველდღე რაღაც ინფორმაცია და ინიციატივა გვესმის მისგან. ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს. Așa დაუბრუნდით ჩვენ ეთერში ვაგრძელებთ საუბარს შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ევროპის ახალ პოლიტიკაზე, ახლა ვისაუბრებთ ამერიკის შესახებ. ჩვენი სტუმრები არიან ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი, გიორგი სირბილაძე, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მკვლევარი. თქვი წეღან ვახსენე რეკლამამდე როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს 240,000 უკრაინელს, რომელებიც ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტის გამო დატოვეს, დროებითი ლეგალური სტატუსი გაუქმოსო. გამოცემის ცნობით ეს ნაბიჯი პოტენციურად დააჩქარებს უკრაინელების აშშ-დან დეპორტაციას. როიტერსი წერს, რომ აღნიშნული ზომა, რომლის განხორციელებაც აპრილშია მოსალოდნელი, განსაცვიფრებელი შებრუნება იქნება იმ სტუმართმოყვარეობისგან, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინელების მიმართ გამოიჩინა. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინელების დაცვაზე უარის თქმა ჯერ კიდევ მანამდე იგეგმებოდა, სანამ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვლოდიმირ ზელენსკის საჯარო დაუპირისპირდებოდა. როიტერსის წყაროები განმარტავენ, რომ ეს გეგმა არის ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, ლეგალური სტატუსი გააუქმოს 1,8 მილიონზე მეტ მიგრანტს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწყებული დროებითი ბინადრობის ნებართვის ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მიეცათ. როიტერსი ასევე წერს, რომ მიგრანტებს, რომლებსაც დროებითი ბინადრობის ნებართვის სტატუსი ჩამოერთვათ, შესაძლოა დაჩქარებული დეპორტაციის პროცედურები დაემუქროთ. გამოცემის ინფორმაციით 240,000 უკრაინელის და 530,000 კუბელის, ჰაიტელის, ნიკარაგუელის, ვენესუელის და ასე შემდეგ დეპორტაცია იგეგმება. ის ამბავი გასაგებია, მაგრამ უკრაინელებთან დაკავშირებით, როცა ქვეყანა ომშია, ეს ნაბიჯი როგორ აღიქმება, ცალკე საკითხია. პარალელურად ჩვენ ახეთ პოლიტიკოს სტატიამ ამ გამოცემამ დაწერა, რომ დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა ვლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს. ანუ ოპოზიციას ელაპარაკებიან ფარულად. პოლიტიკო წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვის მაღალჩინოსნებმა მოლაპარაკებები უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოსთან და ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრებთან გამართეს. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინაში სწრაფი პრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას შეეხო. ამ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურნენ იულია ტიმოშენკოც და პეტრო პოროშენკოს. მათ არ უარყვიათ, რომ კონტაქტები აქვთ ამერიკელებთან, თუმცა თქვეს, რომ ისინი არ ეთანხმებიან ახლა ომის დროს არჩევნების ჩატარებას და ამ საკითხში ზელენსკის გვერდით არიან. მარკო რუბიომ კი თქვა ასეთი რამ, უკრაინაში კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის არაპირდაპირი ომიაო, ამბობს სახელმწიფო მდივანი. თავიდანვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას გახანგრძლივულ ჩიხში შესულ კონფლიქტად განიხილავს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ ძალებს შორის. აშშ-ს, რომელიც უკრაინას ეხმარება და რუსეთს შორის და ის უნდა დასრულდესო, განაცხადა მარკო რუბიო. მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულება ორივე მხრიდან დათმობებს მოითხოვს. მოლაპარაკებების მაგიდას და ორივე მხარე უნდა მივიყვანოთ. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს მათი ქვეყანაა. მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსებიც უნდა იყვნენ. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, მიზნად ეს რჩება და სწორედ ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული. მოკლედ, ეს ბოლო ცნობები ამერიკიდან, დანარჩენი ხა ჩვენ ყველაფერი ვიცით, რაც მოხდა მანამდეც და როგორ გონიათ, რა თამაშს თამაშობს ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია. ეს განცხადება, რომ ეს არის რეალურად ომი ამერიკასა და რუსეთს შორის, ფაქტობრივად იმეორებს იმას, რასაც ჩვენთან ამბობენ პრორუსები, რუსები რასაც ამბობენ, რომ ეს უკრაინა არაფერს შუაში არ არის, ჩვენ დასავლეთი გვეომება უკრაინის ხელით. რას ნიშნავს ახლა ასეთი განცხადება მარკო რუბიოს მხრიდან?
Ну, რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას, მორიგი ასე თქვათ, პირველ რიგში ანტიამერიკული განცხადება, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ხასიათის განცხადება, როდესაც თქვათ ერთ ქვაბში ხარშავ, ხო, რუსეთს და უკრაინას, იგივე ელონ მასკმაც განაცხადა, ხო, შეწყვიტეთ ეს სისხლისღვრა და ამ შემდეგ ეს იგივე არის, ხო, აქ რო აი ორივე მხრიდან ძალადობას რო მობენ რა, მავანი და ან რა ვიცი, ახლა არც რუსეთი არ მინდა და არც დასავლეთი და მე საქართველოს ინტერესები და ამ დროს ნუ ახლა გასაგებია, ხო, რომ მხარესაც დგას კონკრეტული ადამიანი, ხო, როგორ შეიძლება, ხო, ახლა სოკრატესა კარგად შეთაშორის ნათქვამი, რომ სიბრძნის თავარი საფუძველია გაარჩიო რა არის და აღიქვავდა რა არის, სწორედ რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე. როცა ამას არ აღიქვავდა ერთ ქვაბში ხარშავ ბოროტს და კეთილს, ნუ აქ ძალიან რთულია ამ შემთხვევაში რაღაც რაციონალური რაღაც აზრი გამოიტანოს და გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც ძალიან დიდი პრობლემაა თქვა ეს რუბიოს განცხადება ამ შემთხვევაში, მაგრამ რას ემსახურება? მე ესე მგონია, რომ ხა ტრამპს ეს უბრალო ტერმინი რო გამოიყენებს, თუნდა თავისი გაიტანოს და მე რო გავხდები პრეზიდენტი, ხო განაცხადა, ხო, რომ აი ომს სადღაც რაღაც ერთ კვირაში ომს დავასრულებ. ხო, ეს წინასაარჩევნო დაპირება იყო და რატო? იმიტომ რომ რაზე საუბრობდა, რომ ეს ამერიკელების ფული, რიგითი ამერიკელების, ხო, გადახდილი ფული მიდის უკრაინის დასახმარებლად და ომი უნდა შეჩერდეს, რომ ეს ფული შემდგომში მოხმარდეს რიგით ამერიკელს და თითქოს ახლა ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, სულს რომ მშვიდობამ დაისადგუროს და პლუს თქვა, რა თქმა უნდა, ოდესაც მან განაცხადა, რომ ომს გააჩერებდა, ანუ მარტო მას შეუძლია ომს გაჩერება, სულს ეს გააკეთოს, რომ მისი ავტორიტეტი ამაღლდეს. თუმცა ამბობენ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე, მაგრამ არ ამბობენ რუსეთი რა დათმობაზე უნდა წავიდეს, გარდა იმისა, რომ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, სამაგეროდ უკრაინის მხარეს თხოვენ ყველაფერი იმას, რასაც რუსეთი თხოვს. ხო, ეუბნებიან ნატო უნდა დაივიწყო, ეუბნებიან არჩევნები უნდა ჩაატარონ, რომ ზელენსკი წავიდეს, ეუბნებიან, რომ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებ, ანუ გამოდის, რომ ფაქტობრივად უკრაინა უნდა დათმოს და რუსეთმა რა უნდა დათმოს, ამას არავინ არ ამბობს ამერიკის მხრიდან. გიორგი, თქვენ რას ფიქრობთ ახლა, რამდენად შესაძლებელია ასეთ პირობებზე მშვიდობის მიღწევა და რამდენად სამართლიანი იქნება ახლა ტრამპმა მასკმა გადმოყარა, ასე ვთქვათ, ნიანგის ცრემლები, უკრაინის კიდევ რამდენი მშობელი უნდა დარჩეს შვილის გარეშე და რამდენი შვილი მამის გარეშეო. ისე გამოყავთო თითქოს ტრამპს და მასკს უფრო ადარდებს უკრაინელების ბედი, ვიდრე თავად უკრაინელებს. მან თავარი პასუხი ალბათ ის იყო უკრაინული ესტაბლიშმენტმა, რაც უპასუხოა პოროშენკომ და ტიმოშენკომ, რომ ანუ ახლა როცა ქვეყანა ომში არის, ამ ქვეყნის დაძალება არასამართლიანი მშვიდობისკენ არის პირდაპირ რუსეთის კარტით თამაში, ხო? და კიდევ ერთი რამ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ომში ყოფი ქვეყნის მოქალაქეებს დეპორტაციისთვის ამზადებენ, ეს ძალიან გავს 2007 წლის 2006 წლის ქართველების დეპორტაციას რუსეთთან, ხო? ეს სტილი დაახლოებით ტრამპის იგივე რაც მოდის, ანუ იყენებს მოწინააღმდეგეს კი არა, თავად მოკავშირის სისუსტეს, წესით მოკავშირის სისუსტეს და ურტყავს ყველაზე მწარეში, ხო? ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლე, ჩვეულებრივი ადამიანების უსაფრთხოება, ხო? ხალხმა გაიქცა, ესე იგი, ხო, კონფლიქტის ზონიდან, გაიარა ამ მთლიანი ოკეანის მეორე მხარეს გადავიდა საცხოვრებლად, რომ ომის დროს უბრალოდ უსაფრთხოდებსო თავი და ამ ადამიანებს აგზავნიან უკან, ხო? ასეთი პოლიტიკა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ახასიათებს ერთი ძალიან ცუდი რამ, რაც რამდენიმეჯერ უკვე მოვიდათ ჩვენ ცხოვრების განმავლობაში. ეს არის ის, როდესაც მათ აქვთ რაღაც მეტა მიზანი, რომლის გამო ყველაფერზე წამსვლელები არიან. ერთი ასეთი დიდი შეცდომა იყო ომი ერაყში, როდესაც მისი მოკავშირეებიც კი საფრანგეთი და გერმანია არ გაყვნენ მას ამ ომში და მაშინ ესე მეტამიზანი იყო, რომ გინდა თუ არა იქ იყო ბირთვული იარაღი და ახლა მეტამიზანი წარმოადგენს წარმოსახვითი მშვიდობა უკრაინაში, რომელიც ტრამპს მოვიდა ეს იდეა აზრად, რომ მე ვარ მშვიდობის წრედი და მსოფლიოში უნდა მორჩეს ყველა ომი ჩემი პრეზიდენტობის დროს. ამ მეტამიზნის გამო ის იმდენად რუსეთს ყველაფერზე დათანხმდნენ, ხო? ანუ იმიტომ რომ ცეცხლის შეუწყოთ ახლა რუსეთზეა, ხო, დამოკიდებული და ანუ ფაქტობრივად რუსეთს ეუბნებიან, რომ ყველა პირობას შევასრულებინათ უკრაინას. და ოღონდ შენ ცეცხლი შეწყვიტე და გამოდის კაპიტულაცია არის, ხო, უკრაინას. და პლუს მაგას ჩვენ როდესმე გვახსოვს, რომ რუსებმა რაღაც მიიღეს და იმის იქ არ წავიდნენ? ხო? ანუ ასეთი რამე არ ახსოვს, ისტორიას არ ახსოვს, ხო? რა იყო? დაიდო ტრაქტატი დაიპრეს მთელი საქართველო. შევიდნენ ფაშისტებს ებრძოდნენ, დაიპრეს ნახევარი ევროპა. ანუ რუსები არსად არ გაჩერებულან, ხო? სადამეც მიწვდნენ, იმის იქით კიდე მოითხოვეს. და შესაბამისად ეს ელემენტარული რაღაც ესმის ალბათ საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კურსის სტუდენტს და მე არ მჯერა რომ ეს არ ესმის ამერიკის მაღალ ეშელონებში ასეთი მარტივი რამეები. მე ვფიქრობ რომ ამ პოლიტიკის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ამერიკა სრულებით მარტო დარჩება
თავის მოკავშირეებშიც კი და მისი ნდობა აღარ იქნება აი არც ერთ ქვეყანას ალბათ მის მოკავშირეებს და ყველა ეს ექნება აი კარგი ტერმინი არის სტრატეგიული ავტონომია. ანუ კი ჩვენ ვართ საერთო დასავლური სამყაროს ნაწილი, კი ჩვენ დემოკრატიას თავისუფლებას ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ეხება საქმე ჩემს უსაფრთხოებას, ამ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოებას, ევროპელები დადებიან ცალკე. და ექნება თავისი ავტონომია, რომელსაც უზრუნველყოფენ, რაზეც ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ. კი ბატონო, მაგრამ აი ეს ამერიკის რაღაც ლიდერობა თავისუფალი სამყაროს დასრულება, მაგრამ ჩვენ რეკლამამდე ვცხოვრობთ, რომ ტრამპი რო წავა 4 წელიწადში მერე რა ხდება, ხო? ანუ ეს უკან შემოbrunდება, შანსი იქნება ყველაფრის შემოbrunების. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ იყო პერიოდი, ხო? ისევ და ისევ რაღაცა ის წარსულზე თქვენს დებატს ვისაუბრებ, ხო? იყო ერთ პერიოდი, როდესაც თქვათ პირველი მსოფლიო ომის დროს თავიდან ამერიკა ნეიტრალური იყო, მაგრამ მე ამერიკა აქტიურად ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში და მილიონამდე ადამიანი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა ევროპაში, მაგრამ მე აირჩია იზოლაციონიზმის გზა, თქვათ, ხო? და არ გაწევრიანდა ამერიკა ერთა ლიგაში, მაგრამ შემდგომში ვითარება ისე შეიცვალა, ხო? მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უკვე ამერიკა გახდა სუპერსახელმწიფო და ამერიკას მოუხდა, ასე თქვათ, დემოკრატიული სამყაროს დაცვა და გლობალურ დონეზე, თქვათ, კომუნიზმის გეოპოლიტიკურ იდეოლოგიურ თვალსაზრისით შეკავება, ხო? ანუ ვითარება მუდმივად იცვლება და ამიტომაც, რა თქმა უნდა, ესე მგონია, რომ ამერიკა კვლავ გამოხატავს ზატყოფნას, რომ დაიბრუნოს, თქვათ, ლიდერის პოზიცია თავისთავად, მით უმეტეს, თქვათ, იმ ფონზე, როდესაც, თქვათ, დღეს ძლიერდება იგივე ბრიქსი, ხო, ჩინეთ, რუსეთი, ინდოეთის ალიანსი და პლუს იქ ირანი და ეთიოპია და საემიროები დაემატნენ და ამავდროულად და დამატებით პრობლემას უქმნის აღნიშნული საერთაშორისო დემოკრატიულ სამყაროს, ბუნებრივია ამერიკას მარტო გაუჭირდება დიდ ვაჟას აქ, ხო, კარგად ნათქვამი მარტო კაკაცრიანს და უნდა ცეცხლს ყრიდეს პირითავ და ბუნებრივია უკვე ცივ ომში ამერიკის გამარჯვება მიუხედავად იმის, რომ ამერიკამ 5 ტრილიონი დოლარი დაახარჯა ის იმდროინდელი გაანგარიშებით, დღეს 5 ტრილიონს გაცილებით, ხო, ეს დღევანდელი გაანგარიშებით შეიძლება ეს სადაც 50 ტრილიონს შეადგენდეს, ხო, ეს თანხა, მაგრამ 5 ტრილიონი დაახარჯა ცივ ომში, მაგრამ უკავშირეებთან ერთად, ხო, დასავლეთ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ხო, კიდევ ერთხელ თქვენ ეს დებატი გავიმეორებ, როცა 300,000 კაციანი კონტინგენტი ყავდა ამერიკას, ევროპაში და შეძლო ამერიკამ საბჭოთა კავშირის და კომუნიზმის, თქვა, შეკავება საბჭოთა კავშირის დაშლა და ასე შემდეგ დააშენა. ამიტომაც ამერიკას დაჭირდება ევროპა, ამერიკას დაჭირდება, რა თქმა უნდა, მოკავშირეები, ნუ ვერ ფაქტას, რომ რა ვიცი, იმედია, რომ რა ვიცი, ტრამპს ახლა ყოველ შემთხვევაში ამერიკული საზოგადოება მივა იმაზრამდე, ალბათ და თვითონ კონგრესშიც ძალიან ბევრი რესპუბლიკელი გაიმიჯნება ტრამპს და წესით ეგეთ ადამიანს და მოუწყონ იმპიჩმენტი. სხვა გზა არ არის. ეგეთი არაფერი ჩანს ახლა ტრამპის გამოსვლის დროს საკმაოდ ერთიანი იყო კონგრესში, რესპუბლიკური პარტია ესმის და აი ეს თქვათ განწყობა თუნდაც იგივე ამერიკაში რამდენად შეიძლება მართლაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ხო? ჯერჯერობით ასე არ ჩანს. განწყობებზე იყო გარკვეული გამოკითხვები, რა პოლიტიკას ეთანხმებიან ამერიკელები ტრამპის და რას არა. მაგალითად, მინერალებზე ხელშეკრულებას ეთანხმებოდა უმრავლესობა მოსახლეობის. თუმცა, აი, ესე ვთქვათ, ძალიან ჭალებში რო ვთქვათ, უკრაინის მიტოვებას რუსეთთან პირისპირ, ძალიან ცოტა ადამიანი უჭერდა ხალხს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის რა ბრძოლა მიმდინარეობს, ხო? ძალიან კარგად ესმით ვინ არიან უკრაინელები, ვინ არიან რუსები და რა ბრძოლა არის, ხო? ეს არის ყოფილი იმპერიის ბრძოლა საკუთარი კოლონიების დაბრუნების, ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ რა. და ასეთ ბრძოლაში ამერიკის შეერთებულ შტატები არასდროს არ ყოფილა იმპერიის მხარეს. ეს ბუნებრივი მდგომარეობა ამერიკაში, რომ თავისუფლების მებრძოლს დაეხმაროს და არა იმისა, ვინც იფრობს. ხო, გასაგებია, მაგრამ ტრამპი ამბობს, რომ ყველაფერი გამომდინარეობს რაღაც პრაგმატული მიდგომებიდან. შესაბამისად, ნუ ახლა ჩვენ თანაც ასე დამოკიდებულება აქვთ, ხო, ბევრს, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, ამიტომ არ შეიძლება რაღაც ან დასავლეთის იმედზე იყო, ან ვიღაცის იმედზე იყო, შენ თავს უნდა მიხედო და აი აგერ ამან დაადასტურა, ხო, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი და ხედავთ ახლა რასაკეთებს ტრამპი. შესაბამისად, ეს ხო აზიანებს, ჩვენ თანაც აზიანებს, ხო, ხა დასავლურ განწყობებს და ასე შემდეგ. ნუ ფიქრობ აზიანებს პირველ რიგში იმ განწყობებს, რომ რაღაც შეთანხმებები არსებობს, კარს მიყვანო. ძალიან ცხადად ევროპა გაცხადებულად იძახის თავის სტრატეგიულ ავტონომიას და ძალიან გაცხადებულად იძახის, როგორ დაიცავს იგი საკუთარ თავს. მე ვფიქრობ, საქართველოს აქ უნდა მოიაზრებდეს საკუთარ თავს და არ მოიაზრებდეს ერთ-ერთზე დარჩენილს პირდაპირ რუსეთთან, ხო? ანუ ყველა ვარიანტში თუ ჩვენ ვიძახით, რომ ყველა თავის ინტერესებს ატარებს, რუსეთს 20% აქვს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული და ომის დაწყების დღიდან
და იმის მერე რაც ქართულმა ოცნებამ შეცვალა თავისი რიტორიკა და პოლიტიკა, ჩვენ არანაირი დასტური იმისა არ გვაქვს, რომ რუსეთმა შეცვალა თავის ხრით ჩვენს მიმართ, ხო, დამოკიდებულება. ისევ იტაცებენ ადამიანებს საოკუპაციო ხაზთან, ისევ არის ჩვენს მიმართ, ანუ არსად არ წასულა გუდაუთიდან და ცხინვალიდან სამხედრო ბაზები, ანუ ის ბაზები ისევ იქ არის, საქართველოს რუსებს საფრთხის წინაშეა. თუ ქართულმა ოცნებამ შეცვალა თავისი პოლიტიკა რაღაცა მიზნით, ეს მიზანი მიუღწეველია. და ფაქტია სახეზე, ხო? ანუ არაფერი არ შეცვლა. არა, მიზანი ისინი ამბობენ მიღწეულია, რომ ჩვენ ამ турბულენტურ ვითარებაში მშვიდობა შევინარჩუნეთ. ჩვენ მშვიდობა მქონდა მაქამდეც, აუ, 2008 წლის მერე საქართველოში არის მშვიდობა. ხო და ჩვენი დამსახურება მაგას ამბობ 2012 წლის მერე, ასე ვთქვათ, მშვიდობა. შესაბამისად, ასხამს თუ არა ეს ყველაფერი ოცნების დისკურსზე წავს როგორ გონია? ну, მათი პრიორიტეტი არის პირველ რიგში ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით და აქედან გამომდინარე ასხამს თუ არა წავს, რასაც ახლა ამერიკა აკეთებს. კი, ოცნების ინტერესებზე კი წყლის გულზე ასხავს წყალს, მაგრამ არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, რა თქმა უნდა. ამიტომაც თვითონ ოცნება თუ აქვთ ახლა რაღაცა საბაბი მიეცათ, ასე ვთქვათ, რომ ისაუბრონ იმაზე, ჩვენ ხო გავთხილებდით, ხო, ეს deep state-ი არსებობს და ეს იგივე ევროპასთან დაკავშირებით, ეს უკრაინასთან. უშუალოდ ამბობდა, რომ რაღაც ჩვენი ტერმინებით ალაპარაკდაოთ. კი, ჩვენი ტერმინებით, კი ბატონო, ხო და მოკლედ ანუ ამაზე საუბრობენ და ანუ რატო არ მისაღები, თქვა ის ვითარება, რომელიც არსებობს დღეს არც ამერიკას ძალია, თქვა საქართველოსთვის, არც ევროპას, ხო, რომ მიხედოთ, თქვა იგივე სანქციები, რომ გააძლიერონ და შემდეგ იგივე ბრიტანეთის თემთა პალატა აპირებდა თებერვალში, სხვათა შორის ქართველი de facto მაღალჩინოსნებისთვის, ხო, სანქციების დაწესების საკითხს, თუმცა ამ პროცესმა გადაიწია და ამიტომაც სანამ ყურადღება გადატანილია, თქვა ამერიკა-ევროპის ურთიერთობებზე, თქვა, ხო, და ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომზე, ბუნებრივია, თქვა, ნუ ამ შემთხვევაში, ესე იგი, ქართული ოცნებისთვის მისაღებია აი ეს ვითარება, რომ ისინი ინარჩუნებენ ძალაუფლებას, ნუ მე რა თქვა, დავითარებენ ურთიერთობას თურქმენეთთან და ესე იგი უზბეკეთთან და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არადემოკრატიულ ქვეყნებთან, მაგრამ ეს ქვეყანა საქცევს იზოლაციაში, მაგრამ თვითონ რადგან ძალაუფლებას დაშვება, ბევრი ვიცით ეგეთი პოლიტიკური ლიდერი, თვითონ მაგალითად იზოლაციაში აქცევდა, ხო, ქვეყანას, ხო, თქვა, ავტარკიის პირობებში, თქვა, ალბანეთში ხოჯას რეჟიმის სიტყვაზე, ხო, მაგრამ თვითონ ძალაუფლებაში იყო, აი, ნახეთ, ჩრდილოეთ კორეა ხა, ხო? ესე არის ხა ბელარუსის, ხო, ხა უკვე პირდაპირ ამბობს ლუკაშენკო, კი დიქტატორი ვარ და რა მერეო, დიქტატურა არის საჭირო. კი, ლუკაშენკოს ყავს სტრატეგიული პარტნიორი, ხო, რუსეთის ფედერაციის საკითხი და ჩვენ ისე გამოვდივართ, რომ არავის კარში, ანუ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი თავარი დაპირება ის იყო, რომ საქართველოს უნდა ყოფილიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი. მაგრამ თუ შენ ხარ საგანი და შენ მაგიდაზე არ არის შენი საკითხი დასმული, შენ საერთოდ ჰაერში ხარ, ხო? ანუ არანაირი გარანტია კი არა, შენზე აზრიც კი არ არის დაფიქსირებული, შენ ტერი ხარ ვინმესთვის თუ მოყარე თუ მოკავშირე თუ საერთოდ რა ხარ რუკაზე, ხო? ანუ ეხლა რო იყო ტრამპის ინაუგურაცია და ქართული ოცნების 1-2 წარმომადგენელი იყო ჩასული და ხელს რო ვერავის ვერ ართმევდნენ. ხო, ეგ არის იმის შედეგი, რომ 12 წელი ეს ხალხი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას არც პარტნიორებს და არც მოწინააღმდეგეებს და საერთაშორისო ურთიერთობებს უყურებდა როგორც სადმე ჩასვლად და რაღაც ფოტოების გადაღებას, რაღაც კარგი ხედებით. ხო? ანუ ეს არ არის საერთაშორისო ურთიერთობები და ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც უნდა იკეთებინა 12 წელი. დღეს არც მოკავშირე ყავს ქართულ ოცნებას საერთაშორისო და არც მოწინააღმდეგე, რა თქმა უნდა, ქვეყანას ყავს სწორედ, მათ არ ყავთ. ხო, გასაგებია, მაგრამ გამოდის, რომ მათი პოლიტიკა არის რაღაც აი ფარული დალაგება რუსეთთან, ხო? ანუ მიზნით რომ ისინი თავს არ დაგვესხან. არაფორმალური და შეიძლება იყოს გარანტია დიდი ხნიანი მშვიდობა. კი, არა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. ჯერ-ერთი რუსეთთან, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლების სათავეში, საბჭოთა ეკონომიკური ბრუნვა რუსეთს და საქართველოს შორის გაიზარდა დაახლოებით 10 ჯერ. 260 მილიონი დოლარი იყო 2010 წელს და დღეს 2.5 მილიარდი დოლარია დაახლოებით. ხო, ანუ ეკონომიკური დამოკიდებულების და რუსეთს რა თქმა უნდა განაპირობებს პოლიტიკური დამოკიდებულების ზრდას, პლუს რა თქმა უნდა, აგე პუტინი შეხვდა იმ გუნბას, ხო, ბატონს ეხა ვერცერს და ვერც მეორეს ვერ უწოდებ, ანუ არანაირი რაღაცა ნაბიჯიც გადაგვა რუსეთის მხრიდან, ხო, რომ აი კი საქართველოს რა კარგი პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და მოდი ახლა აფხაზები და ოსები ვაიძულოთ თუ თათმობაზე წავიდნენ ოფიციალურ თბილისის წინაშე, ხო არ არის, ხო, რუსეთი აგრძელებს პირიქით უფრო აძლიერებს ესე იგი აფხაზეთს და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების ანექსირების პროცესს, ხო? აფხაზეთის ბიუჯეტი 80% დამოკიდებულია რუსეთთან გადმორიცხულ ფედერალურ თანხებზე და ცხინვალის რეგიონის თითქმის 99%
ბიუჯეტის 99% ფორმირდება რუსეთთან გადმორიცხეული თანხების წყალობით, პლუს ხდება ადამიანების, აი გიორგი მსაუბრა, ადამიანების გატაცება ოკუპირებულ რეგიონებში და პლუს რამშვიდობაზე ლაპარაკობთ, თვითონ საქართველოს მოქალაქეები ხო უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს, ის განსხვავებულ აზრისას გააჩნია, შეიძლება ვიღაცა თავს დაესხას, ვიღაც ტიტუშკა, ვიღაც ორგანიზებული ბანკფორმირებები და ასე სხვა საკითხია, რა. მადლობა დიდი სამწუხაროდ მოიწურა, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ სტუმრები იყო ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი, გიორგი სიდულაძე, ევროპულ ქართულ ინსტიტუტის კვლევარი. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გემშვიდობებით.